მარგინალური ოპოზიციისა და კრიმინალების თანამშრომლობაზე ინფორმაცია ავსტრიის პოლიციის ფაქტებამდეც არსებობდა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძის ავსტრიელი კოლეგის თქმით, საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების გარკვევის შემთხვევაში ავსტრიის შესაბამისი უწყებები ქართულ მხარესთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ. ავსტრიის კრიმინალური სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით გერმანულმა ფრანკფურტერ რუდენშაუმ დაწერა, რომ ქართული მაფია საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. გამოცემის მტკიცებით 2009 წლიდან მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციებში გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ავსტრიელი სამართალდამცველების ანგარიშის მიხედვით საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბოროტმოქმედები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუმპირებული მაღალჩინოსნის დახმარებით დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ. ავსტრიული პოლიციის დასკვნაში საუბარია ქართული ოპოზიციისა და ლაშა შუშანაშვილის კრიმინალურ კავშირებსა და მათ საერთო ინტერესებზეც, ასევე ამ პირების კავშირზე იგორ გიორგაძესთან. მისიას ჰქონდა შეხვედრა ავსტრიის შესაბამის სტრუქტურებთან და ავსტრიის მხარემ გამოთქვა დიდი სინანული ემაზე, რომ ეს ინფორმაცია გავიდა დროზე ადრე და სასამართლომდე გაჟონა გერმანულ პრესაში. თუმცა, რაც შეეხება ზოგიერთ ვენაში ჩაბუდებულ კრიმინალის კავშირს, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციასთან, მარგინალურ ოპოზიციასთან, ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვლაპარაკობდით. მე როგორც ვიცი, ეს სტატია გერმანულ პრესაში გავრცელდა. მე ამ დროს ვიზიტით ბაქოში ვიმყოფებოდი, ამიტომ საქმის კონკრეტული დეტალები არ ვიცი. ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ თუ საქმეზე რაიმე დამატებითი ინფორმაცია გვექნება, ავსტრიული მხარე აუცილებლად დაუკავშირდება საქართველოში შესაბამის უწყებებს და ამ მხრივ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ.